გრძელდება ჩვენი პოსტალიონი და ძალიან საინტერესოებით უნდა განვაგრძელოთ, რადგანაც უნდა ვიცოდეთ, როგორ გავხდეთ უფრო ლამაზები, უფრო შერმიანები, უფრო მიმზიდველები და მეტი არასდროს არის საწყენი. მეტი შარმი, მეტი სილამაზე და ამას გვასწავლის ფენშუის სპეციალისტი, ნუმეროლოგი, ქალბატონი ირინე აღაპიშვილი, ფენშუის მიხედვით ცხადია. ხო, კი ბატონო. მოგესალმებით ილამ შვიდობის. მოგესალმებით, მოდით. როგორ გიკითხო? ესე იგი ძალიან საინტერესო, თეორიაზე უნდა ვისაუბროთ ახლა თან ხშირი სტუმარი ხარ ხოლმე ჩვენი რაღაცები უკვე ვისწავლეთ ასე შემდეგ და რა არის, რომ ალბათ უცნაურად მოეჩვენებოდა ახლა ჩვენს ტელემაყურებელს როგორ შეიძლება გახდეთ უფრო შარმიანები ფენშუის მიხედვით. ხო და გავიგოთ ახლა. აბა მოგვიყევით რაშია საიდუმლო ამბები. დილამშვიდობისა ხალხო, თქვენ როგორ ხართ? გითხარიან ნამდვილად თქვენი ნახვა ყოველთვის. ფენშუის მიხედვით გადასარევად. ძალიან კარგი. ესე იგი დღეს რომანტიკა, სიყვარული, ფლირტი და ამბები. ზაფხული და რა. ვერ ჯერ ისეთ სიმღერები იყო, აი ძალიან არაჩვეულებრივი. დილით რომ მოვედით რაღაც ძალიან სენტიმენტალურ განწყობაზე ვარ დღეს და რაღაცა ფენშუი რაღაცა ხდება. რაღაც დილიდან რა ცოტა რომანტიკულ და გულაჩუქებულ ხასიათს მეტირება და რა ხდება? არა, გავიღიმოთ. კარგი, აბა დავიწყო. მაგრამ რომანტიზმი მეძალება. კარგია. ძალიან კარგია. რაში ახლა საიდუმლო ამ შარმის, მიმზიდველობის, წითელი ფერის ნიშნულოვანი ჩანთა მოიღო ქალბატონმა ირინე. დიახ, დღეს მოკლედ აი ესეთი ჩანთა მაქვს მოტანილი, ბებია ჩემი რო იტყო და რედიკული რა თქინდაო, აი ეს წითელი რედიკული, ვნახოთ აბა შიგნით რეებია, თან ერთად ავაწყოთ რაღაცები და მინდა ერთად რო შევქნათ თან ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ ასე ვთქვათ შევიგრძნოთ ეს ყვავილები იყოს, რაც სავარია რომ ესეთი მოდური სიტყვა გამოვიყენოთ ვაიბი შევიგრძნობ, თან ზაფხულის რომანტიული ვაიბები და კარგი, ვივაიბოთ მაშინ. მოკლედ, თან ვისაუბროთ, ხო, სწორი რაღაცებს ამოვალაგებ აი ესე, ვიფოკუსნიკებ ცოტა, საწითელი გული, კი რაღაცები, აბა რა, თან ამოვალაგოთ და მერე ვისაუბროთ, თან მკითხეთ რაღაცეები. ხო, ისთვის არის, ახლა ეს ყველაფერი ასალაგერთ, ატომალაგერთ. მოკლედ, დღეს არის თემა სიყვარული, მოვიდა ზაფხული და რა თქმა უნდა ჩვენ ყველას გვაინტერესებს აი ეს რომანტიკა, როგორ გავხდეთ უფრო ესეთი მიმზიდველები, ან თუ არ ყავს წყვილი, როგორ ასე ვთქვათ, მოვიზიდოთ ჩვენს ცხოვრებაში ეს. აი მოზიდვისკენ გავაკეთოთ აქცენტიო მკარნახობენ ეს. კი ბატონო, კი ბატონო, მოზიდვის ჩემია. არა, ოკეი, ეს ჩემი შპარგალკა, იყო საქა, აუცილებლად ეს ჩვენი ეთერზეთი, ეთერიზეთი. ეთერზეთით მოვიდა ქალბატონი ირინე. კი ბატონო და გვაქვს მოტანილი აი ესეთი ესო, ეს წითელი რედიკული ახარ გვინდა? აი ესეთი რაღაცა თილისმა ძალიან ძლიერი პირდაპირ სიყვარულთან არის დაკავშირებული ფენშუიში. აი რა არის ეს თილისმა უფრო განმარტება რომ მოვახდინოთ? აუცილებლად. კონკრეტულად აი ეგ თილისმა ლამაზად მინდა დავაწყო. წყვილი არიან, წყვილი იხვები, მანდარინები, ასე უძახიან და ეს არის კი, ეგ გეცოდინებათ ვეჭველი, იმიტომ რომ ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ დღეს ამაზე რომ არ გამოვახვილოთ ყურადღება, არ შეიძლება. მოკლედ, რო ვთქვი რომ ეს ვაიბები შევიგრძნოთ თქო, აუცილებლად იმისთვის რომ გავაძლიეროთ ჩვენი რომანტიკა, სიყვარული და ამბები. ჩვენ გვინდა უმარტივესი რამ, განსაკუთრებით 2022-ში. ვეფხვის წელიწადია, არის ცეცხლოვანი ენერგია, იქ ვიცით. დღეს მარტო პოზიტივზე ვისაუბროთ, ასე რომ ნეგატივზე აღარ გავამახვილებთ ყურადღებას აუცილებლად, მაგრამ ვეფხვი ცოტა ისეთი არის, რომ დადებიცით კი აქვს, მაგრამ პოზიტივზე გადავიტანოთ ყურადღება და მოკლედ წელს შანსი აქვს ყველას აბსოლუტურად. იმასაც კი, ვისაც გულში ფიქრობს, რომ ვაიმე, რაღა მეშველება, აი დამთავრდაო რა, არ დამთავრდა. წელს ყველაფერი შეიძლება და ანთებული თვალების სტუდია. აუცილებლად და იცით, აი ცოტა ისეთი мотиваცია და ტონუსი მინდა მოგცეთ თქვენც და მაყურებელსაც და მოვდიო და ვფიქრობდი საინტერესო რაღაცა აი ამ თემას ყოველთვის ვცდილობ რაღაცა მოვიტანო და კოსმოსური შემეცნებითი ცენტრი რო არის NASA შემოსასვლელში არის ეკი გაგიგია, მაგრამ ეხა რასაც ვიტყვი ნახეთ თუ გაგიგია. არ გამიგია წინასწარ. შემოსასვლელი ამ დიდი ხოლი არის და არის ფუტკრის ძალიან დიდი ბანერი. აი ესე უკნიდან გადაღებული უკანა ნაწილი გემრიელი ჩანს და პაწუკელა ისინი ხო, თავისი ფრთებს აცეცენ. ხო, რაც არის. და წერია ესეთი რაღაც წარწერაც არის განმარტებით, იმიტომ რომ პირველი კითხვა რომ აი NASA-ში ფუტკარი რატომ? იმიტომ რომ ფუტკარი არღვევს ყველა აეროდინამიკის წესს. ტანი
ბევრად უფრო დიდია ვიდრე მისი ფრთები და რა თქმა უნდა წესით არ შეუძლია და ისიც კი წერია, მაგრამ ფუტკარმა არაფერი იცის არც ფიზიკაზე, არც აეროდინამიკაზე და უნდა სჯერა და შესაბამისად შეუძლია და ასე რომ ეს ანთებული თვალებით, ანთებული გულებით ახლა მინდა გითხრათ რომ შეგიძლიათ. ყველა შეგვიძლია, მთავარია შევიგრძნოთ, გავაკეთოთ და აუცილებლად გვჯეროდეს. კი ბატონო. გადავიდეთ ახლა რას ვაკეთებ? გადავდივართ საძინებელში. აბა, სადაგვა. აუცილებლად საძინებელში ანთებული გულები და ანთებული თვალებული გულებით გადავინესხმე საძინებელთან. საძინებელთან კი ბატონო და ვიცით უკვე ეს, მაგრამ გავიმეოროთ რომ რომანტიკაზე სიყვარულზე ესე იგი სამხრეთ დასავლეთი არის პასუხისმგებელი კი. გადავდივართ იქით, ან თუ საძინებელი არის ამ მიმართულებით განთავსებული მთლად უკეთესი, თუ არა საძინებელში უნდა მოვიძიოთ სამხრეთ დასავლეთის კუთხე. და კუთხეში ვაკეთებთ ესეთ რაღაცას. უცებ, აი რაც გვაქვს სახში გამოვიყენოთ, ხო, ჯობია ვარდისფერი ან წითელი ფერი გამოვიყენოთ. ძალიან კარგი. აი ესეთი პატარა პოსტამენტი რო ჩანდეს, ეს ჩვენი მანდარინები, იხვი მანდარინები სპეციალურად მოვიტანე. დავამატოთ შანდალი, აი უბრალოდ მინდა რომ ერთად გავაკეთოთ, რომ მაყურებელმაც ნახოს, რამდენად მარტივია. იმიტომ რომ ზოგს ეზარება კიდევაც კი უნდა, მაგრამ აი ამას რა გააკეთებ და შესაბამისად გული აუცილებლად მეორე სამწუხაროდ ვერ ვიპოვე, მაგრამ წყვილში უნდა იყოს აუცილებლად. აი როგორც მანდარინები, ყველა თილისმან, ყველაფერს რასაც გამოვიყენებ. ეგ შეიძლება ბალიშიც იყოს. ეხლა ვუყურებდი წითელი ბალიში კი გვაქვს, მეორე ვერ მაგრამ წყვილში გამოვიყენოთ აუცილებლად. ეს ფიგურა იქნება. ყვავილები ძალიან კარგია. როგორც ცოცხალი, ეს არის გამონაკლისი, ისე საძინებელში არ შეიძლება ცოცხალი ყვავილის გამოყენება. არა, ქოთნის არ არის რეკომენდირებული, მაგრამ ცოცხალზე განსაკუთრებით პიონებზე და ვარდებზე არის საუბარი. პიონები უფრო ვარდს რო გავს, აი ძალიან დიდი და ლამაზი ფოთლები აქვს, ფერადები და სურნელიც აი არაჩვეულებრივი აქვს. მაგრამ აუცილებლად უნდა ვცვალოთ წყალი. ანუ ყოველ დღე ის წყალიც რო იყოს კი აუცილებლად ახალი. შესაბამისად ვამატებთ აი ამ სანთლებს, დავანთოთ ბარე. აუცილებლად, აბარა. აბა, ეხლა აქედან სიყვარული და გეგონა დაანთებდი? ვერა. გეგონა დაანთებდი, ხო? აი, არა უშავს. თუ დავანთებთ ხო კაია, თუ არა და იყოს, ბიშოვი მე. კაი, არა უშავს. ეს ეთერზეთი სადმე? ეთერზეთი აუცილებლად კარგია, ახლავე გაჩვენებ. დაგვიბრუნდეს ბაბიც, აუცილებლად. ეს არის ვარდის. ვარდი არის აფროდიზიაკი. ბევრია, მაგრამ წელს და აი ამ კუთხეში ძალიან კარგია რომ გამოვიყენოთ ვარდი. ვერ ვიშოვეთ? კაი, დაგვიბრუნდი. ჩვენ მანამდე სურნელი ვნახოთ როგორია. აი აქ გაგიკეთ. ალერგია ხო არ გაქვს რამე? არა, ფერზე ალერგია. დამიბრუნდი. ხელით ახლა ესეც არის არის ასრულდა 20. არის 20 ექსუსვა. ვარც გაეფუჭკნა კოკორი. დარასული და გადახვეოდა ესეც წყვილში აუცილებლად. მოდი, ალერგია ხო არ გაქვს? არა, ზოგადად კი, მაგრამ არ მგონი. არ არის პრობლემა. აკა დაიფოთლო შემოგებლე ახლა. ისეთი კარგი სურნელი. ეთერზეთები შეგვიძლია გამოვიყენოთ პირდაპირ ტანზე და ქალბატონებისთვის კიდე ესეთი რაღაცა ხრიკი არის. აბა, ბოდილოსიონს ხომ ვიყენებ, ან კიდე მოვლის საშუალებებს, რამოდენიმე წვეთი აუცილებლად და ესე ტანზე. შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი, მაგრამ კი, გაურიო და იხსნება ნელ-ნელა სპირალზე, თვითონ ეს სურნელი იხსნება სხვანაირად. და შესაბამისად ეფექტიც ძალიან კარგია. ანუ წარმოვიდგინეთ, აი ეს ახლა ამ შემთხვევაში ეს კონკრეტულად ვარდია. შეგვიძლია ნებისმიერი ოღონდ თბილი, რაც ქსიამოვნებს ეგ არის. არა, მე რატო ვამბობ ნახე, ვთქვათ გაპარსვის შემდგომ მაშინ რომ გაურიოს მამაკაცმა, ახლა მარტო ქალები რატო ფიქრობ? არა, მოვლაში ჯობია. ტანის მოვლის საშუალებაში კი ბატონო, გაპარსვის მერე შეიძლება ალერგიის დაბანი. ლოსიონი მარტო ქალებს ხო არა გაქვთ? არა, გვაქვს მარტო. ნუ ნერვიულ. ოკეი, ესეც. დავანთეთ, დავგულეთ, ყველაფერი ვქენით. რა შეიძლება და არის ახლა მთავარი რამოდენიმე წესი. თუ რეალურად გვინდა რომ ვიმუშაოთ იმაზე, რომ რაღაცა ცვლილება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, აუცილებელი არის ქმედება. ქმედება და ჩვენი ფიქრები. ქმედებას რაც ეხება, საძინებელზე ვისაუბრეთ უკვე და პირველ რიგში მივაქციოთ ყურადღება ისეთ კუთხეებს, სადაც არის დაგროვილი ნივთები, რომელსაც არ ვიყენებთ. საერთოდ არ ვიყენებთ, ამ ვფიქრობთ რომ გამოვიყენებთ, მაგრამ არა. გავიტანოთ სახლიდან აუცილებლად.
აი ეგ ზედმეტი, იმიტომ რომ აი დაუკვირდით, ბევრი წიგნები რო არის, ან ბევრი რაღაცა ნივთები, რო ვფიქრობთ, რომ ხვალ ზეგ, მაზეგ, ზამთარი რო დადგება, არაფერი. თუ ტანსაცმელია გავაჩუქოთ, თუ რაღაცა ისეთია გატეხილი, ხო, ჭურჭელსაც მივაქციოთ ყურადღება აუცილებლად. ეხლა ვიღაცა იფიქრებს, რომ აი ჭურჭელი რა შუაშია რომანტიკასთან და საერთოდ აუცილებლად. იმიტომ რომ სიყვარულიც არის გარკვეული ტიპის ენერგია. იმისთვის რომ ეს ენერგეტიკა შემოვიდეს ჩვენ ცხოვრებაში, აუცილებელია ადგილი, ხო, მოდით ესე უხეშად თქვა, წარმოიდგინეთ, აი მოედინება, თქვათ, წყალი ან წყლის ნაკადი წარმოიდგინეთ და თუ არის ადგილი, რა თქმა უნდა, იმ ადგილს დაიკავებს. თუ არა, რას იზავს? სწავას სხვა გზით და მოიპოვებს. ზუსტად იგივეა აბსოლუტურად და ჩვენ საუბრობდით და მაგალითიც მომყავდა მე ხოლმე და თვალსაჩინოა ახალ წელს ეხებოდა, მაგრამ ისევ ენერგიაზე ვსაუბრობ. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ზუსტად ის ენერგია, რომანტიკული ცი, აი ეს ვაიბები და რაღაცეები და უყურებთ, რომ ერთი ოთახი, ან ერთი ბინა, ან ერთი ადამიანის გული იმდენად გალამაზებულია, ანთებულია, ხო, ის ცეცხლოვანი რაღაცა ვაიბებით თუ რაც არის და გინდება იქით მისვლა და მეორე არის როგორც ჩაკეტილი ოთახი და ბინა, რომელსაც აქვს ძალიან არა სიმპათიურად გაფორმებული შემოსასვლელი კარი და რომელში შეხვალ თქვენ რო იყოთ ენერგია. რა თქმა უნდა, იქით სადაც არის, რა თქმა უნდა, სილამაზე, სურნელი ტრიალებს და ასე შემდეგ. მეორე არის ჩვენი ფიქრები. კონკრეტულად აუცილებლად დადებით ფორმაში. ის კი არა რომ ვაიმე მე არ მყავს ან არ მინდა. აუცილებლად მინდა. მე მყავს, მე შემიძლია, მე გავაკეთებ, მე წელს შემხვდება ჩემი მეორე ნახევარი და ასე შემდეგ. მესამე, თილისმები. სხვათა შორის დიდი კოლექცია მივიღეთ სიყვარულთან დაკავშირებული და აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორედ იყოს შერჩეული თითოეული თილისმა. გარდა იმისა რომ გვაქვს უნივერსალური როგორც აი სიხვი მანდარინები, როგორც პიონები, ყვავილები, ბანერები, სურათები და ასე შემდეგ, შეგვიძლია ასე გამოვთვალოთ ადამიანის დაბადების რუკიდან უშუალოდ მისთვის აუცილებლად და წელს თილისმა ეს გაკეთებული წელს საკმაოდ ისეთია მოთხოვნადი პროდუქტია და ეს კეთდება სახელზე. მაგისი მარაგი თბილისში არ არის, ანუ ჩვენი ოსტატი სხვადასხვა ქვეყნებში არიან ასე ვთქვათ და ცოტა დრო კი უნდა დაახლოებით 3-4 კვირა მიდის, იმიტომ რომ სანამ ესკიზი შედგება, ესკიზის მიხედვით ანუ ადამიანზეა კონკრეტულად მორგებული. კონკრეტულად ადამიანზე და კონკრეტულ მიზანზე, იმიტომ რომ ზოგს შეიძლება რეალურად უნდა სერიოზულად უდგება ამ საკითხს და უნდა მეორე წყვილი, ანუ მეორე ნახევრის მოპოვება. ვიღაცას უნდა პირიქით უკვე რაღაცა გარკვეული პერიოდი, ასე ვთქვათ, მეორე ნახევარ დაშორება. იცით რა, სხვათა შორის დაშორებაზე კაი კითხვა დასვება, იმიტომ რომ დაშორებაზე ბევრი შემოდის. აი ეს იმედ გაცრუება, უჭირს. გადაწყვეტილება ერთია და შემდგომი ფაზა კიდევ უფრო რთულია, იმიტომ რომ აი მან უკვე იმედ გაცრუებული ადამიანი არის ის როგორ მოეპყროს ამ ნეგატიურ ემოციებს და არანაკლები მუშაობა ჭირდება ადამიანს ზუსტად ამ ფაზიდან გამოსვლისთვის. თუმცა დღეს ჩვენ მხოლოდ სიყვარულის მოპოვებაზე დავუბრუნდეთ ამაზე კი ბატონო. კი ბატონო, ესე იგი ჩვენი ფიქრები მეორე, მესამე არის ჩვენი ტანისამოსი და ფერების შეცვლა. გაგიგიათ ალბათ რომ აი პინკი გოგო მოდის და ბარბი გეოლი და ეს ტყილად კი არ არის, მართლა ესეა, რა თქმა უნდა გაზვიადებულია ამ პინკ და ბარბი გეოლში, მაგრამ ვარდისფერი, წითელი, ყველა ისეთი ფერი, რაც აი სიყვარულთან პირდაპირ ასოციაციაში არის და ჩვენს ტანისამოსზე აუცილებლად ვიშოპინგოთ ცოტა აუცილებლად. ეს შეიძლება ძირითადი ელემენტი არ იყოს, მაგრამ შეიძლება იყოს სუბუქი, ესედაც მაგაშვები სუდა, ეხა კიდე თუ გამოწერით ამ კამერა უნდა ვქნა. უნდა ვიშოპინგო. კი ბატონო. მეოთხე წესი არის სურნელი, ანუ ეს რაღაცა გავურიეთ ვარდისფერში ასევე შეგვიძლია კი სუნამოებზეც ვიფიქროთ აუცილებლად შემადგენლობაში რომ იყოს დადებით აი ეს ნოტები ვარდი ან ნებისმიერი სხვა აფროდიზიაკი მათ შორის სანდალიც კარგია და სანდალთან დაკავშირებით მინდა გითხრათ რომ არომაჩხირები რაც გვიყვარს ძალიან ესეც გამოვიყენოთ ძალიან კარგია რეალურად და ეხლა საგრიმიოროში მაკიაჟის დროს მითხრეს რომ ესეთი რაღაცა რომ გრძნობ რომ უნდა გავაკეთო სახში ესეთი დიდი ორკას რო უძახიან ძველი რაღაცები ვიტანო გავა და ვიკითხე რატომ რაღაცა ხდება არა აი უბრალოდ ვიგრძენი აი ეს ვიგრძენი დავიჭიროთ აუცილებლად ყველაზე მთავარია რომ თუ ფიქრობ და გრძნობ რომ
მე მივხვდი. რომელს აქ აყრილი სახლი. არა, მაგიტო. მივხვდი ვინც იქნება. ის რომელიც უფრო ადვილად დამორჩილებადია აი ამ საუბრის დროს. შეიძლება. ხო. დიახ. და ეხლა მინდა გითხრათ სადაც ჩემი სპარტაკა. კი ბატონო, აბა კონკრეტულად ვისაუბროთ, სად შეიძლება ნიშნების მიხედვით ადამიანმა, ასე ვთქვათ, ადამიანს შესაძლებლობა მიეცეს, რომ შეხვდეს თავის მეორე ნახევარს. მაიმუნის, ვირთხის და დრაკონის წელს დაბადებული ადამიანები აუცილებლად რა, წელს ყველაზე მეტი შანსი რო არის, რომ შეხვდეს მეორე ნახევარს საქმიანი ვიზიტის დროს. არა, შეიძლება ვიზიტი არ იყოს, შეიძლება მოკლედ საქმესთან დაკავშირებულ ადგილას ან არეალში. ანუ მიტინგ-რუმი, ხოლი, სამსახური, კომპანია, საქმიანი შეხვედრა, ანუ საქმესთან დაკავშირებულ ნებისმიერ, ასე ვთქვათ, არეალში. ღორი, კურდღელი და თხა მე გახლავართ, დიახ. შეხვედრილი ხარ უკვე და გადასარევად ხარ, დაგვანებეთ ავი ღორი. არა, ღორი, გავიმეორებ, კურდღელი და თხა, მაინც რო ვიცოდე და გავიმეოროთ, წყალთან ახლოს. მაგრამ სხვასთან გავატარო ახლოს გაბატონო. წყალს კიდე მეორე მნიშვნელობა აქვს, ანუ პირველი ბასეინი, სპა, წყალი. მოგანთა რომ დაგესავში რა მოხდა. ოკეი, დავაწყოთ წყაროსთან, ანუ წყალთან ახლოს და გარდა ამისა წყალი ნიშნავს კიდე საუბარს, ანუ ორატორული აი ეს ხელოვნება, რაც არის ამასთან დაკავშირებული, ნებისმიერი ის გამოვიყენოთ და უფრო მეტი შანსი არის ამ შემთხვევაში არ წავიდეთ ბაღში, იმიტომ რომ ვიცით რომ არამედ წავიდეთ იქ, იმიტომ რომ იქ შანსი მეტია. ესა რა ვინ დაგვრჩა? ვეფხვი, ცხენი და ძაღლი. აი აქ ყველაზე ისეთი, როგორ გითხრათ, სენტიმენტალური, რომანტიული, იმიტომ რომ პარკი, დიდი ბაღი, ორანჟერეა, ყვავილები. ანუ შემთხვევით ის სიყვარული, მაგრამ აუცილებლად ელემენტი არის ყვავილი, ან მცენარე, ან შეიძლება ქოთნის ყვავილს ყიდულობ, ან თაიგულს აწყობ, აი რაღაცა ესეთი, ლამაზი, მაგრამ უფრო შემთხვევითი. პირველი ორი შეიძლება უფრო დავგეგმო და ვიფიქროთ, თან თუ ვიცი დღის ინდიკატორი, რაც ჩვენ საიზე სულ არის. კი ბატონო, სხვათა შორის ინდიკატორზე იცით რა მინდა ინდიკატორზე გავამახვილო ყურადღება ჩვენ ვიცით რომ წელს არის რაღაც ძალიან ისეთი დღეები სადაც ენერგეტიკა ერთმანეთს ეჯახება და დღეს არის აი ერთ-ერთი ისეთი დღე რომ ენერგეტიკული დღე ხო მაგრამ ძალიან აი ნეგატივი არ მინდა გამოვიყენო მაგრამ ძლიერი და არ გამოვიყენებ არა ვიტყვი იმას რომ დღეისთვის თუ გაქვთ რამე დაგეგმილი ხალხო გადადეთ რამენაირად გადადეთ ღონისძიება მაქვს რანაირად არ გადავთ ახლა თუ დიდი ღონისძიება ვერაფერს ვერ ვიზავთ მაგრამ შევიკავოთ თავი ემოციებს არ დავეუფლოთ მატარები ანუ უნდა ატაროთ საჭესთან და არ დავჯდები თქვენ მაგაზე არ განერვიოთ კარგით თუ გვაქვს ამისი საშუალება კიდევ გავიმეორებ და გაჩენასთან დაკავშირებით კიდე დღეისთვის ვისაც ქონდა ეს საკეისრო დაგეგმილი ამასაც ვაკეთებთ და დღეს ნუ ბუნებრივი რაც არის მაგას ვერაფერს ვერ შევცი და პირიქით მაგრამ ნუ მოკლედ გვაქვს საშუალება ეცადოთ დღეს ემოციური ფონი და ფიზიკური აუცილებლად და საჭესთან ვინც იქნებით უმორჩილეს თხოვნათ ძალიან მთხილად განსაკუთრებით დღეს 4-დან 6-მდე მთელი დღის განმავლობაში და საღამოს 4-დან 6-მდე მაინც საუბარი მაქვს გველებზე განსაკუთრებით ვეფხვზე და მაიმუნებზე გველებო არ დავარქმევ ამ ენერგიას იმიტომ სასწაულის სახელი აქვს და ქვია ცეცხლის საჯი და მოკლედ ის ჟღერს ცოტა რომ ძალიან დიდი მადლობა გამეკიდა ცეცხლი და მე ამ საჯი ძალიან ჭკარა უნდა გვითხრა გველი მამალი ხარი ცეცხლთან ანუ მღერი კონცერტი კოცონი აი სადაც ჩხებს სიცოცხლე და ეს ყველაფერი მივდივართ იქით თუ გვინდა რომ ეს მეორე ნახევარი აუცილებლად მოვიპოვოთ. მოკლედ ის მეორე ხმას მოგცემს იქედან და უკვე ეს ცეცხლთან აშენდება სოფელი სიყვარული. ირინე აღაბიშვილ ძალიან დიდი მადლობა.